პრეზიდენტმა ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ირანთან. ცეცხლის შეწყვეტა პაკისტანის შუამავლობით შედგა და დამოკიდებული იყო ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, რასაც ირანი აცხადებს, რომ განახორციელებს. სრუტე გაიხსნება. მოდით დაუკავშირდეთ საზღვაო დაზვერვის პენსიონერ ოფიცერს, ეროვნული უსაფრთხოების ანალიტიკოსს და Strap podcast-ის წამყვანს, Hal Kempers. Hal, ჩვენ მთხოვეთ საზოგადოებას კითხვები გამოეგზავნათ და არონი სვამს კითხვას იმაზე, რაც მეც მაინტერესებს. დაგეგმები აქვს ირანს ამ ოკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს. რამდენ ხანს გრძელდება 2 კვირა და რა ტიპის ქმედებები შეუძლია ირანს ამ პერიოდში? კარგი ოსტინ, პირველ რიგში 2 კვირა დიდი დრო არ არის, ხომ ასეა. მაგრამ ხვალ რასაც დავაკვირდები არის ის, გაფსნიან თუ არა ჰორმუზის სრუტეს. ეს მოთხოვნაა, ეს არაკომპრომისული პირობაა. ანუ ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთი პირობაა, რომ ისინი გახსნიან ჰორმუზის სრუტეს. თუ ჰორმუზის სრუტე არ არის გახსნილი, მაშინ რატო ვაცხადებთ ცეცხლის შეწყვეტას? ეს არის პირველი საკითხი და ირანმა ეს უნდა შეასრულოს. იცით, ერთ-ერთი კითხვა ასეთია. ირანმა გააკეთა რამე ისეთი, როგორიცაა ჰორმუზის სრუტეში გამავალი მთავარი საზღვაო მარშრუტების დანაღმა. და იციან თუ არა სად არის ეს ნაღმები. შეუძლიათ მათ ამ ნაღმების ამოღება და იმ ტერიტორიის განაღმა. მე არ ვფიქრობ, რომ შეძლებენ და არც კი ვარ დარწმუნებული, იციან თუ არა სად დააყენეს ყველა ნაღმი. თავი საკითხი აქ არის ის, რომ საზღვაო დაზღვევა ბევრს განსაზღვრავს ამაში. საჭიროა რისკების შეფასება, რომელიც საშუალებას მისცემს ტარიფების შემცირებას. და გემებმა მართლაც შეძლონ გადაადგილება, შევიდნენ და გამოვიდნენ ჰორმუზის სრუტიდან და ბევრი რამ უნდა მოხდეს სწრაფად. ეხლა თუ ამას შეძლებენ, არა იმდენად იმისთვის, თუ რას მიიღებს ირანი. არავედ იმისთვის, რას მიიღებს მსოფლიო, ცხადია, ბევრი ნავთობი, უნებრივი აირი, რომელიც სულ უფრო აუცილებელი ხდება. ასევე სასუქები. ჩვენ შეგვექმნება სურსათით უზრუნველყოფის კრიზისი მომავალ წელს, თუ არ გავანაწილებთ საჭირო სასუქს მსოფლიო სოფლისოფრინეობისთვის. ამიტომ ეს აბსოლუტურად გადამწყვეტია. ეხლა დათესვის დროა და მათ სასუქი უნდა შეიტანონ მინდორში, რომ ეს მოხდეს. ამიტომ ეს დიდი გამოწვევა იქნება. ეხლა რას გააკეთებს ირანი? ირანს სერიოზულად მოუწევს მოლაპარაკება. მათ მოუწევთ გააკეთონ რაღაც დიდი, რაც არ სურთ, დაუშვან საერთაშორისო ინსპექციები და გააგზავნონ გამდიდრებული ურანი სხვა ქვეყანაში. სინამდვილეში ბევრი რამ არის, რაც უნდა მოხდეს და ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ეს გვერდზე გადაიდოს. ეხლა ეს 2 კვირა იმისთვისაა, რომ კიდევ 2 კვირა მოილაპარაკონ. ან კიდევ 1 კვირა, ან რაც არ უნდა იყოს. და როგორც კი ყველაფერი დაიწყებს მოძრაობას ჰორმუზის სრუტეში და სრუტიდან თუ მოლაპარაკებების სწორ მიმართულებით მიდის, შეიძლება დაინახო, რომ ეს გაგრძელდება. იმისთვის, რომ იყოს უფრო ხანძლივი ცეცხლის შეწყვეტა, ვნახავთ რა მოხდება. ჯერ ვნახოთ, შეასრულებენ თუ არა ამ საწყის ნაწილს. ამაღამ ალბათ უკვე იცნობთ ფრაზას ქარიშხლის წინ სიმშვიდე. ხშირად ახლო აღმოსავლეთის ცეცხლის შეწყვეტის დროს ქარიშხალის სიმშვიდემდეა, როცა ყველა მაქსიმალურად ისვრის, მანამ სანამ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა. და შევნიშნეთ, რომ ირანმა ბალისტიკური რაკეტები ისროლა, მას შემდეგ რაც ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა. ისინი მალევე შეჩერდნენ, მაგრამ რაკეტები ისრაელის გარშემო და ახლო აღმოსავლეთის სხვა წერტილებში ვარდებოდა. და კითხვა იყო, ვინ მისცა ნებართვა? ნეტავს სრულად აკონტროლებენ თავიანთ უსაფრთხოების აპარატს? დიახ, აქსიოსზე ვკითხულობდი, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა უთხრეს აქსიოს, რომ ისინი ელიან IRGC-ის ქვედა ეშელონის წევრებს. ისინი იღებენ ამ შეტყობინებებს. ეს ისე იყო დაწერილი, თითქოს ისინი რაღაცგვარ დაგვიანებაში იყვნენ. ეს ზუსტად ერთ-ერთი იმ კითხვათაგანი იყო, რომელსაც მე დავსვამდი. ამბობენ, რომ თუ ასეთი შეტყობინება IRGC-ის დაბალი წოდებებისთვის დაგვიანებით მივა, ლოგიკურია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც კი ზოგიერთი რაკეტა გაისროლოს. მაგრამ თუ ამას შევისწავლიდით, რატომ უგვიანდებათ IRGC-ის დაბალი წოდების წევრებს მნიშვნელოვანი ამბების მიღება, მაგალითად, ჰეი, შეწყვიტეთ სროლა. ამის ნაწილი ისაა, რომ ამ ომის განმავლობაში მათი სარდლობის, კონტროლისა და კომუნიკაციების ქსელი დავაზიანეთ. ბევრი ისეთი რამ გავაკეთეთ, რაც გარედან ნაკლებად ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვნად დავაზიანეთ მათ გაფანტულ ნაწილებთან კომუნიკაციის უნარი.
თუ გახსოვთ, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, ეს იყო ხელმძღვანელობის მოსაკვეთად განხორციელებული დარტყმა, რომელმაც უმაღლესი ლიდერი და კიდევ 49 მაღალი რანგის პირი გაანადგურა. და ეს ეფექტი მოგვიანებითაც გამოჩნდა. იყო ნელი პასუხი. საპასუხო დარტყმა დაგვიანდა. იცოდი, რომ ირანი საპასუხო მოქმედებას განახორციელებდა, მაგრამ ეს იყო ნელი საპასუხო მოქმედება, სანამ საბოლოოდ დაიწყებოდა. ეს მოხდა იმის გამო, რომ მათ ძალიან შეზღუდული ბრძანებისა და კონტროლის სისტემა ჰქონდათ, სადაც მხოლოდ მთავარი გადაწყვეტილების მიმღებები მონაწილეობდნენ. ეს არის ავტოკრატიული სისტემა, რომელიც არ აჯილდოებს ინიციატივას ქვედა დონეზე. ამიტომ ისინი ელიან, რომ უმაღლესი სარდლობა, შტაბ-ბინა, მათ ბრძანებას მისცემს. თუ ბოლო ბრძანება იყოს სროლა, ისინი გააგრძელებენ სროლას, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ სიტუაციაზე, სანამ ვინმე კონკრეტულად არ ეტყვის გაჩერებას. თუ ეს საკომუნიკაციო არხი დაზიანებულია და ბრძანებაში დაგვიანებაა, თქვენ ნახავთ, რომ რაკეტები ისროლება. შეშფოთებაა, რომ იქ ვინმეს მართლა შეეძლო ეთქვა, რეი, გააგრძელე სროლა კიდევ ცოტა ხანს. მოდით კიდევ ცოტა ვრისკოთ და ბოლოს კიდევ რამდენიმე რაკეტა გაუშვათ. იმ იმედით, რომ გამოვიცვევ პასუხს. რის შემდეგაც ისინი განაცხადებენ, რომ მეორე მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამაზე კიდევ უფრო მეც გავიგებთ და გავიგებთ დეტალებსაც, მაგრამ ეს არის ის, რასაც უნდა მივადევნოთ თვალი. დიახ, ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საცხისი ცნობების მიხედვით ეს მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და ირანს არ ეხება. ეს ასევე გამოიწვევს ცეცხლის შეწყვეტას ისრაელისა და ლიბანის მიმართულებითაც. ცხადია, ჰეზბოლა და ისრაელის თავდაცვის ძალებიც ერთმანეთს ეომებიან. ჩვენ ხედავთ ისრაელის თავდაცვის ძალების კადრებს, რომლებიც ირანსა და ლიბანში განხორციელებულ თავდასხმებს ასახავს. პაული კითხულობს, სეპურკეინას არ ეშინია, რომ ირანი ამ დროს გამოიყენებს თავისი დანაყოფების სტრატეგიული შეტევისთვის, მობილიზებისთვის. ჩვენ ამას ყურადღებით დავაკვირდებით და ზვერვის მეთვალყურეობისა და რეკონესანსის თვალსაზრისით ISR მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმუშავებს. ჩვენ დავაკვირდებით ყველაფერს, რასაც ისინი გააკეთებენ, რათა ვნახოთ, იყენებენ თუ არა ამ პერიოდს მიწისქვეშა რაკეტების ქალაქებში ჩამონგრეული გვირაბების გასაწმენდად. ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით და დავაკვირდებით ნებისმიერ აქტივობას მათ ბირთვულ ობიექტებზე. ხორმუზის სრუტეში ჩვენ დავაკვირდებით გემსაწინააღმდეგო რაკეტებს, პატარა ნავებს ან ჯუჯა წყალქვეშა ნავებს. ყველაფერს ძალიან ყურადღებით ვაკონტროლებთ. ორი მიზეზის გამო. პირველი, რათა გავიგოთ, ემზადებიან თუ არა ომის დასაბრუნებლად, ან რაიმე ბოროტი თუ ფარულის ჩასადენად, რაც შეიძლება საზიანო იყოს. მეორე საკითხი ასეთია. თუ ცეცხლის შეწყვეტა და დაირღვევა, გვინდა რომ ეს ობიექტები ეფექტურად დავარტყათ, რათა მაქსიმალური შედეგი მივიღოთ უმოკლეს დროში. ასე რომ, მათ ყურადღებით დავაკვირდებით. ძალიან ახლოდან, მაგრამ ეს რეალური საკითხია. ნამდვილი კითხვა ისაა, რა მოხდება. ჩემი შტაბ-ეჭდილებაა, რომ UNICEF-ში იმ ირანელი მოსახლეობის 80-დან 90%-მდე ნაწილის ჩუჩული, ვინც უკვე დაიღალა რეჟიმით, სულ უფრო ძლიერდება. და მე მაქვს შეგრძნება, რომ იქ რაღაც მოხდება. არ გონია, რომ მიუხედავად იმ დრაკონული ქმედებებისა, რაც რეჟიმმა გააკეთა, იანვარსა და დეკემბერში 10,000-ობით ირანელი დემონსტრანტის დახოცვა, ეს განწყობა ირანის პოლიტიკურ წრეებში გაქრება. და მაქვს შეგრძნება, რომ ეს რაღაც მომენტში აუცილებლად გამოვლინდება. უბრალოდ მაინტერესებს, როდის მოხდება ეს. ქრისტიან დათოკი, თეთრი სახლის კორესპონდენტი Washington Examiner-ში ამბობს, რომ მთავრობამ ირანის 10-პუნქტიანი გეგმა დეტალურად არ განმარტა. კაროლინ ლევიტი ამბობს, პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები თავისთავად მეტყველებს. შესაძლებელია მოლაპარაკება და საუბრები გაგრძელდება. სიმართლე ისაა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და ჩვენსმა ძლიერმა არმიამ აიძულეს ირანი ხორმუზის გახსნაზე წასულიყო და მოლაპარაკებები გრძელდება. დამატებითი ინფორმაცია ბივან ჰექსეთისა და შტაბის უფროსისგან ხვალ პრესკონფერენციაზე. სხვათა შორის Reuters-ი უწევდა, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, ტრამპმა მიიღო ირანის პირობები ომის დასასრულებლად და ამას აღწერს, როგორც აშშ-ში ის პრეზიდენტის დამამცირებელ უკან დახევას. რაუ, რა არის შენი რეაქცია იმაზე, თუ როგორ ახასიათებენ შეერთებული შტატები და ირანი ამ ცეცხლის შეწყვეტას? იცი, მე შემდეგს ვიტყვი.
ხო, პრეზიდენტი ტრამპი კარგად ვერ რეაგირებს იმაზე, როცა მასზე რამეს ამბობენ. სხვა პრეზიდენტები უბრალოდ ითხოვდნენ, კარგი იცი, არ ვინერვიურებ. მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი, როცა ასეთ სიტყვებს ისმენს, როგორც წესი რეაგირებს. და ვფიქრობ, რომ ეს სტრატეგიული შეცდომა იყო. განსაკუთრებით მათი კომუნიკაციის მხრივ ესეთი ენის გამოყენება. იცით, ამის დამცირებად მაცხად აღწერა და პრეზიდენტ ტრამპის სახელით საუბარი შეცდომაა. და ფიქრობ, იცით, ეს შეცდომაა, რომელიც შეიძლება მომავალში კინეტიკურ ქმედებად ან სხვა ტიპის ქმედებად გადაიქცეს. იცით, მათ ნახეს, რისი გაკეთება შეგვიძლია ამით. როცა გადავარჩინეთ ჩვენი იარაღის სისტემების ოფიცერი, რომელიც ჩამოაგდეს და ასევე ნახეს, როგორ შეგვიძლია ბევრი რესურსის მობილიზება და ირანის შიგნით შეყვანა. ამიტომ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი, რადგან ჯერა რომ საქმე გვაქვს რევოლუციურ გვარდიასთან, რომელიც ჩაკეტილია თავის პოზიციებში, ვერ ტოვებს თავის რიტორიკას საერთო სიკეთისთვის და ავრცელებს ასეთ განცხადებებს. მაგრამ ფიქრობ, რეალური შეცდომაა, რომ ასეთ რამეს ამბობენ. ფიქრობ, ბევრი ადამიანის მთავარი კითხვა ისაა, როგორ ავიცილოთ თავიდან ის, რომ ორ კვირაში ისევ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ჰორმუზი მნიშვნელოვანი ნაწილია და კიდევ რომელი სხვა ძირითადი ნაწილები გაქვს გაანალიზებული. მე ვაანალიზებ რამდენიმე ნაწილს და ვფიქრობ, რომ სრუტე სულად უნდა იყოს გახსნილი და ტრანსპორტი იქ თავისუფლად უნდა მოძრაობდეს. როგორც კი ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით იმ აქტივებს, რაც ირანს აქვს ამ ტერიტორიაზე, რათა ეფექტურად დავარტყათ მათ. თუ ეს არ გაგრძელდება, ხომ ასეა? მეორე საკითხი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანის წინააღმდეგ ღია სამხედრო ოპერაციები შეჩერებულია, შეერთებული შტატები და ისლამია კულისებში საიდუმლო მოქმედებებს არ შეწყვეტენ. ამიტომ ამ ორ კვირაში იქ კიდევ ბევრი რამ მოხდება. იმედია ირანი არ დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტას. იმედია დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების შეტევებს არ ვიხილავთ. ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რას გააკეთებენ ჰუსიტები იემენში. ისინი იმუქრებიან ბაბ-ელ-მანდების სრუტის დაბლოკვით და ამ გზის დახურვით, სადაც გადის გლობალური ვაჭრობის 12%. რას ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე გადის, რომელიც სუეცის არხისკენ მიდის. ამიტომაც დიდი შეშფოთებაა, რომ თუ ეს სრუტე გაიხსნება, მეორე დაიხურება და საბოლოოდ ისევ იმ მდგომარეობაში დავბრუნდებით, რაც ადრე იყო. ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო გზა, ნახევრად ღია ან ნახევრად უსაფრთხოა, ხოლო მეორე ნახევრად დახურულია ამ ირანული პროქსი ჯგუფის მიერ. ამიტომ ბევრი რამ არის, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ვფიქრობ, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ ძალიან დინამიკურია. მე არა, როგორც ჩვენ გვიყვარს თქმა საზღვაო ქვეითთა კორპუსში, მე ჩემს ზუგჩანთას ასე მალე არ დავდებდი. მარშ გადავიდეთ ტოდდის კითხვაზე. რა არღვევს ამ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას? და რა იქნებოდა ამაზე შესაბამისი პასუხი? ეს შესანიშნავი კითხვა. და მე მოგცემ ძალიან იურისტის პასუხს, თუმცა იურისტი არ ვარ. მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს დამოკიდებულია, ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, რა სახის დარღვევა იქნებოდა ეს. და თუ მივიჩნევთ, რომ ეს დარღვევა მოქმედი შეთანხმების სულ გაუქმებას ნიშნავს და რომ იცით, წყვეტ ცეცხლის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ გრუნდებით სულად კინეტიკურ მოქმედებებზე, ან თუ ეს არის იზოლირებული შემთხვევა, შეცდომა ან რამე ამგვარი. ერთი სფერო, რომელიც ნამდვილად ამ რუხ ზონაში ხდება ტერორისტული თავდასხმები, რომლებიც ირანის წარმომადგენლების მიერ ხორციელდება. როგორ შევაფასებთ ასეთ შემთხვევებს? როგორ მიუდგებით ასეთ შემთხვევებს? დღეს ბაღდადში რამდენიმე აფეთქება მოხდა, პირდაპირ სიფსო აიუარის საელჩოს გარშემო. ეს ირანული თავდასხმა იყო, თუ ეს შიდა წარმოშობის რამაა იქ. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს დაკავშირებულია სახალხო მობილიზაციის ფრონტის მილიციებთან, რომლებსაც პირდაპირ კავშირი აქვთ ირანთან. მაშ, კითხვა ასეთია: როგორ მოვექცევით ამას? რა მოხდება თუ ისინი, ხომ იცით, შეეცდებიან საელჩოს აფეთქებას? ან თუ მესამე ქვეყანაში ბევრ ამერიკელს მოკლავენ? და თუ ბევრი შესაძლო სცენარია, ეს მართლაც დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვახდენთ მის ინტერპრეტაციას. და თუ ეს ირანის განზრახქმედება იყო, რომ ომი სხვა საშუალებებით ეწარმოებინა. და თუ ასეა, უნდა უარი თქვათ ყოველგვარ მოჩვენებითობაზე და შევწყვიტოთ ცეცხლის შეწყვეტა და გავაგრძელოთ ჩვენი კინეტიკური მოქმედება. ამაზე ბევრი მსჯელობა.
დღეს ბევრი მსჯელობა იყო იმის შესახებ, რაც დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ მთელი ცივილიზაცია ამაღამ შეუქცევადად დაიღუპება. მან ეს Truth Social-ზე გამოაქვეყნა ჰალ. და ახლა არსებული რეალობა სრულიად განსხვავებულია. ახლა ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, მაგრამ მაინტერესებს მისი სიტყვები. მან თქვა, მთელი ცივილიზაცია ამაღამ დაიღუპება. რა მიზანი აქვს ასეთი განცხადების გაკეთებას? დიახ. ანუ ეს ბლეფის საკითხია, ეს სიტყვა შეეფერება ასეთ რამეს. აი რას გეტყვით, ეს არის ტექსტი, რომელიც მან დაწერა ამ შაბათ კვირას, როცა მან F სიტყვა გამოიყენა. ტექსტის შუაში ცოტა გამიკვირდა ეს და მოისმინე ბევრი რამ. მაგალითად, ტელეჟურნალის წამყვანები ცდილობდნენ ამის გაშუქებას და ფიქრობდნენ, უნდა თქვა ეს სიტყვა ეთერში თუ არა. ეს საკმაოდ გასაოცარი იყო. მაგრამ რასაც ვიტყვი, შემდეგია, როცა გარკვეულ დროს ახლო აღმოსავლეთში ატარებ, რაღაცას ამჩნევ, რაც უცნაურად ჟღერს. თუ გახსოვთ კაპრალი კლინგერის სერიალიდან მეში, ის საკმაოდ ფერად გინებებს იყენებდა. ამაში სიმართლის მარცვალია. ახლო აღმოსავლეთში რიტორიკა და გამოყენებული ენა ნამდვილად ბევრად უფრო, ესე ვთქვათ, ფერადია. ბევრ შემთხვევაში ეს ისეთი რაღაცებია, რომ მხოლოდ თავს გავაქნევდით და ვიფიქრებდით, ღმერთო, რის თქმას ვცდილობ. ყველა ბრძოლის დედა. როცა სადამ ჰუსეინი ან ახლო აღმოსავლეთის ტერორისტული ჯგუფები აპოკალიფტურ ტერმინებში საუბრობდნენ ჩვენ დასავლელებისთვის, ეს მართლაც შთამბეჭ დავაჯრეს. რაღაც რაც თავს გვაქნევინებს და გვაფიქრებინებს. ამას როგორ აკეთებ? საინტერესოა ის, რომ როცა ამას დასავლეთის დედაქალაქებსა და გაეროს ეუბნები, ყველა ფიქრობს, რომ ასე მოქცევა შეუძლებელია. ადვოკატები უკვე აფრთხილებენ, რომ ასეთი ტიპის ენის გამოყენებამ თავდასხმების განხორციელებამდე შეიძლება გამოიწვიოს ომის დანაშაულის ბრალდებები, იმის მიხედვით რაც ითქვა. მაგრამ თუ შენი აუდიტორია თეირანში ზის და ამ ტიპის ენას იყენებ, თუ შენი აუდიტორია რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელობაა, ისინი სამყაროს ცოტა სხვანაირად უყურებენ. ისინი ხედავენ, იცი? ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ რბილად ილაპარაკე და დიდი ჯოხი ატარე. ახლო აღმოსავლეთში კი პირიქითაა. ძალიან ხმამაღლა და დრამატულად ლაპარაკობ. და რასაც აკეთებ, ის უკან რჩება, მაგრამ არც ისე ძლიერია, როგორც შენი საწყისი სიტყვა. პრეზიდენტმა ტრამპმა ის გააკეთა, რომ სიტყვები წინ წამოსია, რაც დასავლური მიდგომა არ არის. შორსაა დასავლური დიპლომატიისგან, კომუნიკაციის თვალსაზრისით, მაგრამ ჩანს, რომ ამას გამოხმაურება მოხვა. როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ახლა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში ვართ. ბოლო წუთს მიღწეული შეთანხმებაა მიუხედავად იმისა, რომ იქ ვიჯექით და ვამბობდით, რომ ეს მიუღებელი ენაა ან რაღაცა მსგავსი. თეირანში საერთაშორისო გამოსვლაში ვფიქრობ ამან გავლენა მოახდინა ცენტრალური ხელმძღვანელობის აზროვნებასა და გადაწყვეტილებებზე რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელობის ჩათვლით. და ამობდნენ, თქვენ ყავთ ზიკულას პრეზიდენტი. პრეზიდენტმა ეს თქვა, ვაუ. ზოგი იტყოდა, ეს ისია, როგორც ჩვენ ვითყოდით. არაზილიანი, მართლაც შთამბეჭდავია. სინამდვილეში ვფიქრობ, ეს შეიძლება ცოტა ეფექტისთვის იყო გაკეთებული და როგორც ჩანს, შედეგმაც გაამართლა. როგორც ცნობილია, ბოლო კვირებში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებენ ირანის მეზობლები სპარსეთის ყურეში ამ ყველაფერზე. დათქმაუდა ჰორმუზის სრუტე დიდი ყურადღების ცენტრში იყო. მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში, მაგრამ თქვენ ხედავთ სპარსეთის ყურის ზოგიერთ სახელმწიფოს, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ბაჰრეინი, საუდელები, ქუვეითი, როგორ გრძნობენ ისინი ამ ომის ცეცხლის შეწყვეტამდე მისვლას. გონი სადღაც ვნახე ამაზე საუბარი და შეიძლება ეს სწორადაც იყოს გაშუქებული. არა პირდაპირად არც ერთი ამ ქვეყნის პირდაპირი ციტატა არ ყოფილა, მაგრამ მახსოვს, რომ წავიკითხე რამდენიმე სტატია, სადაც ამბობდნენ, რომ ამ ქვეყნებიდან ზოგიერთს შეიძლება არ ედარდოს ომის გაგრძელება, რადგან მათ არ ეწყინებათ თუ ირანის რეჟიმის მეტი განადგურება მოხდება. მას თუ დღეს საუდელი ან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ხარ, როგორ არ იქვამ ამ ცეცხლის შეწყვეტის ამბავს? ორივე ქვეყანამ გამოხატა სურვილი, რომ ეს დასრულდეს. მოკლედ მათ სურთ ამის ნახვა. ისინი არ სურთ მხოლოდ სწრაფი ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ გაჭედვა. ეხლა კითხვა ასეთია. ეს არის სწრაფი ცეცხლის შეწყვეტა? ვაკვირდები რა ხდებოდა იქ. ჩვენ იქ ორი საზღვაო ქვეითა დანაყოფი გვყავს. უყურებ იმ პატარა კუნძულებს სრუტეში, ჩვენ გქონდა საშუალება აგვევო და შეგვენარჩუნებინა ისინი და ფიზიკური კონტროლი დაგვეპარებინა ჰორმუზის სრუტეზე. არ ვამბობ, რომ არ იქნებოდა საფრთხეები, მაგრამ ჩვენ გვექნებოდა მთავარი კონტროლი. ამ კუნძულებიდან 3 არაბთა გაერთიანებული საამიროების სუვერენული ტერიტორიაა. ამიტომ ისინი სწრაფად დაიბრუნებდნენ მათ.
ჩრდილოეთით კარღისკენ რომ წავიდეთ, გუშინ ღამით კუნძულს დავარტყით, საიდანაც ნავთობის 90% გადის. იქ 53-ზე დავარტყით, არ ვიცი რა დარჩა წინა თავდასხმის შემდეგ, როცა კარღის კუნძულზე სამხედრო ობიექტებს დავარტყით, არტყით, მაგრამ ჯერა რომ კარღის კუნძული ღია იყო შეჭრისთვის. პრობლემებიც ალბათ იქნებოდნენ 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის ელემენტები, რომლებიც დაიკავებდნენ და შეინარჩუნებდნენ კუნძულს. ამ ეტაპზე ირანს ნავთობის ექსპორტის მცირე შესაძლებლობა ექნებოდა, რადგან ჩვენ ვაკონტროლებთ მის მთავარ ნავთობის ცენტრს. მათ აქვს პატარა პორტი ომანის ყურეში, მაგრამ გულახდილად რომ თქვათ, ეს იქნებოდა თავდასხმის მისია და ეს პორტი დაიხურებოდა. ასე რომ მათ ნავთობის ექსპორტის საშუალება აღარ ექნებოდათ, რაც მთლიანად მოჭრიდა რეჟიმის შემოსავალს. მიუხედავად იმისა, რომ IRGC-ის მილიცია ფანატიკურად ერთგულია, ანაზღაურების გარეშე ისინი რაღაც მომენტში გახდებიან უკმაყოფილო რევოლუციონერები და შეწყვეტენ ბრძანებების შესრულებას, რადგან მათ სჭირდებათ თავიანთი ოჯახების რჩენა. ხო, იცით, ვფიქრობ, ბევრი რამ ხდებოდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ საუდის არაბეთი, ვფიქრობ, ამის იჯულების ნაწილი იყო საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების რიტორიკა, რომელიც დამაჯერებელი იყო. თეირანის რეჟიმი, რომ თუ შეერთებული შტატები ამ კუნძულებს დაიკავებს, იქ იქნება ადგილობრივი ოკუპაციის ძალა, რომელსაც შეიძლება ამ კუნძულების შენარჩუნება. და ვფიქრობ, ეს შეაშინათ. ისინი კითხულობენ, დავიბრუნებ კი ამ კუნძულებს. მაშ რომ გარკვეული საკითხები განმარტო, რადგან დღის დიდი ნაწილის განმავლობაში ირანში ბევრი ადამიანი ემზადებოდა იმისთვის, რომ შეერთებული შტატები ფართომასშტაბიან ოპერაციას ჩაატარებდა, ეს არის ვიდეოები რეგიონში არსებული ხიდების შესახებ. როგორც მე გავიგე, მართლა იყვნენ იქ ადამიანები? ხო, აი ასეა, ხო. აი ისინი არიან. დიდი ადამიანთა ჯაჭვი შექმნეს გარეთ იმ ენერგეტიკულ ობიექტებთან, რომელთა დაბომბვაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ შემთხვევაში დაანონსა, თუ ირანელები თეთრ სახთან შეთანხმებას არ მიაღწევდნენ. ეს ინფორმაცია AP-სგან მივიღეთ. ისინი ამბობენ, რომ ისრაელის არმია აცხადებს, ქვეყანა კვლავაც უტევს ირანს, მიუხედავად იმისა, რომ თეთრმა სახმა თქვა, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. არის რაიმე მიზეზი, რომ ეს საკითხი უფრო ღრმად გამოვიკვლიოთ, გარდა იმისა, რაზეც ცოტა ხნის წინ შენ და მე ვსაუბრობდით. რა არის ეს? ყოველ შემთხვევაში ხშირად ხდება, რომ ადამიანები ცეცხლის შეწყვეტამდე ბოლო გასროლას აკეთებენ. მე ძალიან მსგავსი რამ ნახე. ისრაელი ჯერ კიდევ ატარებდა რამდენიმე შეტევით მისიას. ირანი რაღაცებს უშვებდა და ისრაელიც პარალელურად მოქმედებდა. და ისინი ყველაფერს ასრულებდნენ. ასე ვთქვათ, ზოგიერთი საკითხი წამოიწია. მოდით ვნახოთ, თუ ყველაფერი დამშვიდდება. როგორც ახლა ვხვდები, თუ თქვენ თელავივში, დოვაში ან დუბაიში ხართ, ყველაფერი დამშვიდდა. ძირითადად ბალისტიკური რაკეტების ან სხვა საფრთხის ნიშნებს ვერ ხედავთ. თუმცა უფრო ადრე, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, ისინი ამას ხედავდნენ. გონია, რომ ორივე მხარეს ცოტა დრო დასჭირდება, რომ გონება დააწყნარონ და ცეცხლის შეწყვეტის ნორმალურ რეჟიმში შევიდნენ. ყოველ შემთხვევაში ასე ვიმედოვნებ. ჩემი მთავარი კითხვა ისაა, რა მოხდება ლიბანში ჰეზბოლასთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის ცოტა არაერთმნიშვნელოვანია, რადგან ეს პირდაპირ არ უკავშირდება ჰორმუზის სრუტეს ან ირანს. ეს უფრო ირიბია და უბრალოდ მაინტერესებს იმის გათვალისწინებით, როგორ არღვევს ჰეზბოლა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს უმცირესი ნიშნის შემთხვევაშიც კი. შემიძლია ვხედავდე, რომ ეს სექტორი განსაკუთრებით შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს. მაშინ, როცა ყველაფერი დანარჩენი შესაძლოა მშვიდდებოდეს. დიახ, თუ ცეცხლის შეწყვეტას დრო სჭირდება, რომ მიაღწიოს ირანის რევოლუციური გვარდიის ქვედა დონეებს, რამდენი დრო დასჭირდება, რომ მიაღწიოს ჰეზბოლას იმ წევრებამდეც, რომლებიც ისრაელის ჩრდილოეთზე ისვრიან. პირდაპირ ეთერში შევხედოთ ბეირუთს. ლიბანსა და ისრაელში უკვე დილის 4 საათსა და ნახევარს გადასცდა. რაულ თითქმის ვამთავრებთ. რას გამოარჩევდი ახლა? გვაქვს ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა. რას დააკვირდები მომდევნო დღეებში? გახსნება თუ არა სრუტე მომდევნო დღეებში? კარგი. და თუ სრუტე არ გაიხსნება, მაშინ ვისთვის არის ეს საჭირო? თუ ვერ შევძლებთ, რომ საწვავი, გაზი, პროდუქცია და სასუქები, რომლებიც სრუტით შედის და გამოდის, გათავისუფლდეს, მაშინ ვისთვის არის ეს ყველაფერი საბოლოოდ საჭირო? წინააღმდეგ შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება ძალიან სწრაფად დასრულდეს. ასევე დავაკვირდები ნებისმიერ სადაზვერვო მონაცემს, რომელიც ირანის ქმედებებთან დაკავშირებით გამოჩნდება.
თავდაცვების გაძლიერება, დაბომბილი ადგილებიდან ამოღება, მათი შეიარაღების კვლავ მოწესრიგება. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ისინი აკეთებენ იმ საქმეებს, რომლებიც მათთვის საჭიროდ მიაჩნიათ კიდევ ერთი შეტევითი მოქმედების დასაწყებად. ეს ის რაღაცა, რასაც bez დავაკვირდები. რა თქმა უნდა, დავაკვირდები ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესრულებასაც. ყველაფერს ყურადღებით მივადევნებ თვალს, როგორც ახლავე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ძალიან ყურადღებით დავაკვირდები თავად მოლაპარაკებებსაც. ისინი ისლამაბადში მიდიან. პაკისტანელები ყველაფერს შუამავლობენ. და მინდა ვნახო, იქნება თუ არა რეალური პროგრესი. და კონკრეტულად ბირჩულ საკითხს ვაკვირდები. ხო იცით, ისინი გაამდიდრებენ ურანს. იქნება ამაზე შეთანხმება? შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას. ნეტავ ბოლოს და ბოლოს შევძლებთ მივახციოთ იმას, რასაც ამდენი ხანია ვცდილობთ. ეს დიდი საკითხი იქნება. თუ ისინი მიაღწევენ პროგრესს ბირთვული გამდიდრების საკითხში, ფიქრობ ეს გახსნის სხვა შესაძლებლობებს, რომ სიტუაცია მომდევნო თვეებში შენს უმუქდეს. Rao Kempfrey, ყოფილი საზღვაო ოფიცერი და Strat podcast-ის წამყვანი. მოусმინეთ Strats ნებისმიერ podcast პლატფორმაზე. გმადლობთ რაულ. კარგი, მადლობთ hosting.